ეს არის ყველაზე ძლიერი სარაკეტო ძრავა, რომელიც ოდესმე სერიულად დამზადებულა. მის წვის კამერაში წნევა 350 ბარამდე აღწევს. ეს 150 ჯერ მეტია, ვიდრე შენი მანქანის საბურავებში არსებული წნევა და უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოქმედი ძრავის წნევა მსოფლიოში. ამათგან 33 ერთდროულად ინთება ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტის ქვეშ. და მიუხედავად ამდენი სუპერლატივისა, ან სწორედ ამის გამო, ეს ძრავი ასევე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი გადაუჭრელი პრობლემაა მთელი Starship-ის პროგრამისთვის, რადგან სწორედ Raptor 3, რომელიც სინამდვილეში უნდა დაესრულებინა მისი წინამორბედების სანდოობის პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ. თავის პირველ ორ ფრენაზე სწორედ იმ ადგილას ჩავარდა, სადაც უნდა გაებრწყინებინა. დღეს ჩვენ დეტალურად დავაკვირდებით ამ ინჟინერიის შედევრს, რაც შეუძლია, როგორ განვითარდა ის Raptor 1-დან Raptor 2-ზე და შემდეგ Raptor 3-ზე. და გავაკეთებთ მკაცრ შუალედურ შეფასებას მე-13 ფრენის შემდეგ, რამდენი მათგანი გაფრინდა, რამდენი გამოვიდა მწყობრიდან, როდის და რატომ და სინამდვილეში რა მდგომარეობაშია ეს ძრავა. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკა. ყურადღება, დღეს ჩვენ არ ვიხილავთ, როგორ მუშაობს ძრავა. თუ ეს გაინტერესებს, შემიძლია ჩვენი სხვა ვიდეოები ამ თემაზე გირჩიო. ისინი, რა თქმა უნდა, ქვემოთ არის მითითებული. ეხლა კი დაუბრუნდეთ ძრავას, სადაც გაგრილება ბევრად უფრო ძლიერად მუშაობს. დავითხოვთ ბირთვით. იმისათვის, რომ პრობლემები გავიგოთ, ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რა ხბის ამ ძრავას ასეთ განსაკუთრებულად და რთულად სამართავს. Raptor-ი არ წვავს კეროსინს, როგორც ძველი ძრავები. არამედ მეთანს თხევად ჟანგბადთან ერთად, ნაზავს, რომელსაც სპეციალისტები მეტალოქს უწოდებენ. მიზეზი სტრატეგიულია. მეთანი სუფთად იწვის, ღრმად გაცივებულ მდგომარეობაში კარგად მართვადია და ეს არის მთავარი ხრიკი. მომავალში მას მარსზე ატმოსფეროდან და წყლის ყინულიდან თავადაც შეიძლება დაამზადო, თუმცა მთავარი ნაწილი საწვავი კი არაა. არამედ ის, თუ როგორ წვავს მას Raptor-ი. ამ პროცესს სრულნაკადური ეტაპობრივი წვა ეწოდება. პროფესიულ ენაზე full flow staged combustion. და Raptor-ი ისტორიაში მხოლოდ მესამე ძრავაა, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს და პირველი, რომელმაც რეალურად იფრინა ამ. რას ნიშნავს ეს? რაკეტის ძრავში ორი ტუმბო უნდა აწვევდეს საწვავს უზარმაზარ წნევას. ამ ტუმბოებს კი პატარა წინასწარი ცვის კამერები ამოძრავებს. უმეტეს კლასიკურ ძრავებში მხოლოდ მცირე ნაწილი საწვავის გადის წინასწარ წვის კამერაში და მისი ცხელი გამონაბოლქვი სამუშაოს შესრულების შემდეგ გამოუქენებლად გარეთ გამოედინება. ეს არაეფექტურია. Raptor-ი ამას სხვანაირად და უფრო უკომპრომისოდ აკეთებს. აქ მთელი საწვავი ორ განცალკეებულ წინასწარ წვის კამერაში გადის. ერთში ჟანგბადით მდიდარი, მეორეში კი მეთანით მდიდარი ნაკადია და ორივე ნაკადი სრულად გარდაიქმნება ცხელ გაზად, სანამ ისინი მთავარ წვის კამერაში შეხვდებიან ერთმანეთს. არაფერი იკარგება. ყველაფერი კამერაში ხდება. ამას ორი უპირატესობა აქვს. პირველი, მაქსიმალური ეფექტურობა, რადგან არც ერთი საწვავი უშედეგოდ არ იკარგება. და მეორე, ეს არის ელეგანტური ნაწილი. ტურბინები უფრო გრილად და უფრო დამზოგავად მუშაობენ, რადგან მამოძრავებელი ენერგია მთელ საწვავის ნაკადზე ნაწილდება. ამის ნაცვლად, რომ მცირე ნაწილი დატვირთვის ზღვრამდე გაცხელდეს. ეს ზრდის ექსპლუატაციის ვადას. და სწორედ ეს არის მთავარი, როცა გინდა ძრავა ასობით ჯერ გამოიყენ. არის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ, რადგან ის შემდეგ პრობლემებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. აუტოგენური წნევის უზრუნველყოფა. რაკეტის აუზებში ყოველთვის უნდა იყოს წნევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიშლება და ტუმბოები საწვავს ვეღარ მიიღებენ. ეს შეგიძლია წარმოიდგინო როგორც ბოთლი, საიდანაც სვამ, მაგრამ ჰაერი შიგნით ვერ შედის. კლასიკური რაკეტები ამისთვის ცალკე გაზს ატარებენ. უმეტესად ჰელიუმს, რომელიც იშვიათი და ძვიადღირებული ინერტული გაზია. Raptor-ი ამას არ იყენებს. ძრავა იღებს მცირე ნაწილს საკუთარი ცხელი გამონაბოლქვიდან. საკმარისად აცივებს მას და აბრუნებს ტანკებში, რათა ისინი წნევაში იყოს. მეთანის გაზი მეთანის ტანკში, ჟანგბადის გაზი ჟანგბადის ტანკში. ეს ზოგავს მასას და საერთოდ აუქმებს დამატებითი სისტემის საჭიროებას. მაგრამ და აი აქ არის ის პრობლემა, რომელსაც მოგვიანებისთვის მინახავთ. როცა საკუთარ წვის პროდუქტებს წრეზე ატარებ, ყველაფერს ატარებ, რაც მათშია. მაგალითად, წყალს, რომელიც შეიძლება გაიყინოს. ეხლა გადავიდეთ მკაცრ ციფრებზე და ისინი შტამბეჭდავია.
Raptor 3 ზღვის დონეზე, დაახლოებით 280 ტონა ბიძგს იძლევა. ეს დაახლოებით 2.75 მეგანიუტონია. Swiss კამერა მუშაობს დაახლოებით 350 ბარის წნევაზე. ეს მაჩვენებელი, რომელსაც SpaceX-მდე არც ერთ მოქმედ სისტემას. შედარებისთვის, Space Shuttle-ის ლეგენდარული მთავარი ძრავა დაახლოებით 200 ბარს აღწევდა, ხოლო უმეტესობა კლასიკური ძრავებისა 150-ზე ქვემოთ რჩება. ამასთან, Raptor 3 მხოლოდ დაახლოებით 1525 კილოგრამს იწონის. შედეგად, ბიძგისა და წონის თანაფარდობა რაკეტათმშენებლობაში უპრეცედენტოა. ან ძრავებიდან 33 ერთად Super Heavy-ის პირველ საფეხურს დაახლოებით 90 მეგანიუტონის ბიძგს აძლევს. ანუ თითქმის 9200 ტონა ბიძგს. ეს დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე Saturn 5-ის თვარის რაკეტა. და Elon Musk-მა უკვე მიანიშნა, რომ კიდევ 8-დან 10%-ით მეტი ბიძგის მიღებაც შესაძლებელია. ეს რიცხვები თანამედროვე ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იტერაციული ისტორიის შედეგია. და ეს ისტორია უნდა იცოდე, რომ შეძლო შუალედური შედეგების სწორად შეფასება. მოდით სამ თაობას გვერდიგვერდ შევხელოთ. Raptor 1. პირველი სერიული ძრავა დაახლოებით 185 ტონა ბიძგს იძლეოდა და მისი წონა დაახლოებით 2080 კილოგრამი იყო. ვიზუალურად ეს საკმაოდ ველური სანახაობა იყო. ყველოდან გარეთ განლაგებული მილები, სენსორები, სარქველები და კაბელები იყო. მილების ბუდე, რომელიც რთული და მძიმე იყო, ამიტომაც არასაიმედო და ძვირი წარმოებაში. Raptor 2 დაახლოებით 230 ტონა ბიძგს იძლეოდა. მხოლოდ 1630 კილოგრამ წონაზე. SpaceX-მა ამას ძირითადად რადიკალური გამარტივებით მიაღწია. ზედმეტი სენსორები, სარქველები და მილები გაქრა. ბევრი რამ პირდაპირ სტრუქტურაში ინტეგრირდა. და შემდეგ Raptor 3. ჯერჯერობით მწვერვალი. დაახლოებით 280 ტონა ბიძგი მხოლოდ 1525 კილოგრამზე. ეს არის ამ განვითარების გამორჩეული მხარე. ჩვეულებრივ მეტი ბიძგი მოითხოვს მეტ წონასა და მეტ სირთულეს. SpaceX-მა საპირისპირო შეძლო. მეტი ბიძგი, მეტი წონა, ნაკლები ნაწილი, ნაკლები სიახლეების სირთულე. შესაბამისად, წარმოებაც უფრო იაფია. და ეს ყველაფერი ერთდროულად. როგორ შეიძლება იკითხო? ძირითადად ორი რამით. პირველი, 3D ბეჭდო. ძრავის დიდი ნაწილი დღეს მეტალით იბეჭდება. რაც საშუალებას იძლევა რთული გაგრილების არხები და ნაკადების გზები პირდაპირ დეტალში ინტეგრირდეს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი გარე მილაკებად დაამაგრონ ან შედუღონ. მეორე, და ეს ალბათ ყველაზე ელეგანტური დიზაინის გადაწყვეტილებაა. Raptor 3-ემ არ აქვს საკუთარი სითბოს ფარი და აღარ აქვს საკუთარი მობრუნების მექანიზმი. წინა მოდელებში თითოეულ ძრავს სჭირდებოდა მძიმე გარსაცმა, რომ ფავი დაეცვა მეზობელი ძრავების სითბოსგან. Raptor 3-ში კრიტიკული მილები იმდენად ღრმად არის ინტეგრირებული ძრავის სხეულსა და კამერის კედელში და რეგენერაციულად გაგრილებულია, ანუ საკუთარი ღრმად გაცივებული საწვავით, რომ გარსაცმა საჭირო აღარ არის. Raptor 3-ის შიშველი, გლუვი იერი. უბრალოდ დიზაინის ხრიკი არ არის. არამედ ხილული ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი შიგნით არის გადატანილი. ასეთი ინტეგრაცია თითოეულ ძრავაზე საბოლოოდ 1 ტონამდე საერთო მასას ზოგავს. თუ შესაბამისი მანქანის კომპონენტებსაც შევთვლით. და რადგან ეს ასე მარტივად ჟღერს, აქვე თქვით გულწრფელ საწინააღმდეგო აზრს, რადგან ამ სრულ ნაკადზე ცვის სისტემას თავისი ფასი აქვს. მისი ანთება ძალიან რთულია. თითოეული Raptor-ის ძრავა ჯერ თავის ორ წინასწარ-წვის კამერას პატარა ანთების სანთურებით უნდა აანთოს. ზუსტად სწორ თანმიმდევრობით და ზუსტად სწორი არათანაბარი ნარევის თანაფარდობით. სანამ თავარი კამერა საერთოდ აანთებს. ეს ძალიან სარისკოა, მრავალსაფეხურიანი ცეკვაა და ეს უნდა გამოუვიდეს თითქმის ერთდროულად 33 ძრავაც. ეს არის მიზეზი, რატომაც სრული ნაკადის ცვა 50 წლის განმავლობაში არავის გაუშვია ფრენაც. სხვათა შორის ეს იყო ზუსტად ერთი დეტალი. ჟანგბადით მდიდარი წინასწარი წვის კამერა. ცხელი მაღალწნევიანი ჟანგბადის აირი იმდენად აგრესიულია, რომ არა მხოლოდ ლითონს ანადგურებს. არამედ მას პირდაპირ აალებასაც კი შეუძლია. SpaceX-მა ეს მასალის პრობლემა გადაჭრა. მაგრამ ეს აჩვენებს, რა ვიწრო ზვარზე მუშაობს ეს ძრავა. მოდით მივუდგეთ ამ ვიდეოს მთავარ კითხვას, სანდოობას. და აქ მკაფიოდ ყოფ Raptor-ის გრძელ ისტორიას და უახლეს, Raptor 3-ის მდგომარეობას. Raptor-ის ოჯახმა ფენების განმავლობაში მთელი რიგი გაუმართავობები განიცადა. გრირს რომ გავიგოთ ეს ნიმუში და არა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები დავითვალოთ. Starship-ის ადრეულ ფრენებზე Raptor 1-ით და 2-ით
ინდივიდუალური ძრავები ხშირად უკვე აფრენისას ითიშებოდა. სულ პირველ სატესტო ფრენაზე, სადაც Raptor 2 გამოიყენეს, 2023 წლის აპრილში რამდენიმე ძრავა საერთოდ არ ჩაირთო, ან ფრენის დროს გამოირთო. რაკეტა ირხეოდა და მისი აფეთქება გახდა საჭირო. თუმცა ეს ძალიან ადრეული ვერსია იყო. ასეთი გაშვების წარუმატებლობები Raptor 2-თან სულ უფრო იშვიათი ხდებოდა. მეშვიდე ფრენიდან 2025 წლის დასაწყისში. შემდეგ პრობლემა პირველ საფეხურიდან ზედა საფეხურზე გადავიდა და მიზეზი განსაკუთრებით ვერ აგიიღო. მეშვიდე და მერვე ფრენებზე SpaceX-მა თითოეული ხომალდი დაკარგა. რადგან უკანა ნაწილში, ეგრეთ წოდებულ ატიკში, ძრავების ზემოთ საწვავი გროვდებოდა და ვიბრაციებთან ერთად ხანძარს იწვევდა. მნიშვნელოვანია. SpaceX-ის თქმით, ეს ერთი და იგივე შეცდომა არ იყო. ორივე ავარიას მიუხედავად მსგავსი დროისა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. SpaceX-მა რეაგირება მოახდინა McGregor-ში 100-ზე მეტი ხანგრძლივი სატესტო გაშვებით, კრიტიკულ შეერთებებზე დამატებითი დაჭიმულობით, ახალი აზოტით გაწმენდის სისტემით და გაუმჯობესებული საწვავის დრენაჟის სისტემით. და ეს არის კავშირი ჩვენს თემასთან. უკვე მაშინ SpaceX-მა განაცხადა, რომ Raptor 3 სწორედ ამ საიმედოობის გაუმჯობესებებს თავიდანვე უნდა მოიცავდეს. Raptor 3 თავიდანვე განიხილებოდა როგორც პასუხი ამ გაუმართავობებზე. მე-9 ფრენის დროს 2025 წლის მაისში ხომალდმა დაკარგა ორიენტაცია გაჟონვის გამო და 2025 წლის ივნისში კი თლიანი ხომალდი აფეთქდა ტესტირების დროს მესისში. სავარაუდოდ აზოტით სავსე წნევის აუზის ეგრეთ წოდებული COP-ვის გაუმართავობის გამო. ეს იყო მთელი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უკუსლა. ამის შემდეგ მე-10 და მე-11 ფრენებმა, რომლებიც 2025 წლის ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე განხორციელდა, საბოლოოდ უპრობლემოდ ჩაიარა, რომლებმაც Raptor 2-ის ეპოქა ღირსეულად დაასრულეს. და ამით მივედით Raptor 3-მდე. ეხლა კი შედეგები საინტერესო ხდება, რადგან ეს ძრავა მხოლოდ ორჯერ გაფრენილა. მე-12 და მე-13 ფრენებს. ეს არის მთელი ვიდეოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, კარგად მოусმინეთ. Raptor 3 რეკლამირდებოდა დაპირებით, რომ ეს იქნებოდა ის ძრავა, რომელიც საბოლოოდ დაასრულებდა სანდოობის პრობლემებს. ამ დაპირებას ასვლისას ჯერჯერობით თითქმის სრულად ასრულებს. 33 ძრავამ ორივე ფრენა უპრობლემოდ აიყვანა ზევით, მხოლოდ უნიშნელო გაუმართავობებით. სუსტი წერტილი სხვაგანაა და სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა, ხელახლა ანთებისას. მოდით გადავხედოთ 2026 წლის მაისის მე-12 ფრენას. ეს იყო Raptor 3-ის სადებიუტო ფრენა. ასვლა კარგად წარიმართა, მაგრამ ბუსტბექის მანევრისას, ანუ დამუხუჭების მანევრისას, რომლის დროსაც ბუსტერი ბრუნდება, რამდენიმე ძრავა ხელახლა ანთების შემდეგ ისევ გამოირთო. სხვები საერთოდ არ ჩაირთო. ბუსტერმა დაკარგა ის ბიძგი, რაც უკან დასაბრუნებლად სჭირდებოდა. ატმოსფეროში უკან ბარბაცით დაბრუნდა და ძლიერად დაეცა ურეში. ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ დააწესა გაშვების აკრძალვა და დაიწყო გამოძიება. და ეს არის წარე ირონია. ძრავმა სწორედ იმ სცენარში გამოიჩინა ხარვეზი, რისთვისაც ის აშენდა. მრავალჯერად საიმედო ხელახალ ანთებას. და ბუსტერი იმ დღეს ერთადერთი პრობლემური არ ყოფილა. ასევე ზედა საფეხურზე ასვლისას 3-დან ერთ-ერთი ვაკუუმური ძრავა გამოვიდა მწყობრით. ის დიდი ზომის Raptor-ის ვერსიები განიერი საქშენით, რომლებიც სპეციალურად ვაკუუმისთვისაა შექმნილი. მიუხედავად ამისა, ხომალდი მაინც გაართვა თავი. მან თავისი ტრაექტორია ზუსტად დაასრულა და ინდოეთის ოკეანეში ზუსტად დაეშვა. 6 ძრავის რედუნდანტულობამ ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც იყო განკუთვნილი. მაგრამ ამ მარცხს ერთი ფრენის ფარბლებს გაცილებით დიდი შედეგი ჰქონდა. რადგან მოგვიანებით დაგეგმილი ძრავის ანთების ტესტი კოსმოსში, რომლის დროსაც აფრენის შემდეგ ერთი ძრავი კიდევ ერთხელ უნდა გაეშვათ, ამ მიზეზით გააუქმეს. ამით უკვე ორი გადაუხდელი ვალი დაგვიგროვდა მხოლოდ ერთი ფრენიდან. სარუმატებელი დამუხრუჭების მანევრი ქვემოთ და ვერ შემდგარი ხელახალი ანთება ზემოთ, რომელიც საერთოდ ვერ სცადეს. სწორედ ამიტომ იყო ეს ერთი ტესტი ფრენა 13-ზე. შემდეგ ასე მნიშვნელოვანი. ის ფრენა 12-დან მოყოლებული შეუსრულებელი დარჩა. და შემდეგ იყო ფრენა 13 და ამან ერთდროულად ორი მონაცემი მოქცა იმავე თემაზე. 6 ჟანგბადის ტურბოპომპაში წინა მუშაობის პროცესებიდან ტენიანობა დაგროვდა და როცა ძალიან ცივი საწვავი შევიდა, ის გაიყინა და თუმბოები დაბლოკა. როცა მეთანს წვავ, წარმოიქმნება წყალი და ნახშირორ ჟანგი. და ვინც ამ გამონაბოლქს აუზის წნევის კონტროლისთვის წრეზე ატარებს, ის ტენიანობასაც ატარებს, რომელიც შემდეგ ჯერზე შეიძლება გაიყინოს.
SpaceX-მა 6 ძრავა შეცვალა და 8 დღის შემდეგ წარმატებით გაუშვა რაკეტა. მაგრამ ნამდვილი დარტყმა მაშინ მოვიდა, როცა მე-13 ფრენის დაშვება მოხდა. ბუსტერმა ამჯერად თავისი ბუსტბექ მანევრი სუფთად შეასრულა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა მე-12 ფრენასთან შედარებით. მაგრამ საბოლოო დაშვებისას 13 ძრავიდან, რომლებიც უნდა გაეშვათ, მხოლოდ 8 ამუშავდა და მათგან 3-მა რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გამოირთო. ფაქტობრივად, მხოლოდ 5 ძრავმა შეანელა სიჩქარე. ძალიან ცოტა. ბუსტერი ძალიან სწრაფად დაეშვა და ისევ ყურეში დაეცა. მოდით შევაჯამოთ, რა საჩვენა Raptor 3-მა თავის ორ ერთადერთ ფრენაზე კრიტიკულ ხელახალ ანთებაზე. ფრენა 12, ბუსტბექი წარუმატებელი იყო. ფრენა 13, ადგილზე 4 გაუმართავი ანთება, ყინულის გამო. და დაშვებისას მხოლოდ 5 ძრავა მუშაობდა 13-დან. ვაკუუმური Raptor-ის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ოფიციალურად არასდროს გაგვიდია, მაგრამ ეს ტენდენცია აშკარაა და მას საერთო მიზეზი აქვს. პრობლემა არ არის მუშაობისას, სრული დატვირთვით აფრენისას. არამედ საიმედო ხელახლა ანთება რთულ პირობებში. ეხლა კი სამართლიანობისთვის მეორე მხარესაც შევხედოთ, რადგან ფაქტების ჩვენება ნიშნავს ორივე მიმართულების ჩვენებას. ფრენა 13-ის დროს აფრენისას არც ერთი მარცხი არ ყოფილა. და ასევე ზედასაფეხური თავისი 6 Raptor 3 ძრავით უნაკლოდ მუშაობდა. მათ შორის ძრავის პირველად წარმატებული ხელახლა ანთება კოსმოსში. სწორედ ის ანთება, რომელიც შემდგომი ორბიტალური ფრენისთვის აუცილებელია. Raptor 3-ს შეუძლია ხელახლა ანთება. ურალოდ ჯერ კიდევ საკმარისად საიმედოდ ვერ ახერხებს ამას ბუსტერის დაშვების რთულ გარემოში, როცა ბევრი ძრავი ერთდროულად მუშაობს. მეორე. ამ გაუმართავობათა უმეტესობა ოპერაციული პრობლემებია, მაგალითად ყინული. ეს არ არის ფუნდამენტური კონსტრუქციული შეცდომები. ოპერაციული პრობლემები კი შეიძლება მოგვარდეს პროცედურებითა და გამორეცხვის სისტემებით. მესამე, გაუმართავობები სატესტო ფრენების დროს მოხდა. სწორედ ეს არის მათი გამოცხადებული მიზანი. ასეთი სისუსტეების აღმოჩენა მანამდე სანამ ადამიანები გაფრინდებიან. და მეოთხე, აფრენა. ანუ ყველაზე ენერგოინტენსიური ფაზა Raptor 3-ის შემთხვევაში საიმედოდ მუშაობს. წინა ვერსიებში ეს ასე თავისთავად არ იყო. იყო თუ არა უკვე განახლებები თვითონ Raptor 3-ზე. დიახ. და ეს მნიშვნელოვანი საკითხია სწორად გასაგებად. Raptor 3 გარკვეულწილად არის დიდი განახლება. ის აერთიანებს ყველა გაკვეთილს, რომელიც მიღებულია ფრენა 7-ის და 8-ის ატიკის ხანძრებიდან. ახალ დიზაინში გაუმჯობესებული შეერთებებით, ახალი გამორეცხვის სისტემებით და ღრმად ინტეგრირებული გაგრილებით. ფრენა 13-ის ფედაბოტის შემდეგ დამატდა კონკრეტული ოპერაციული ცვლილებები. SpaceX მუშაობს იმაზე, რომ ანთების თანმიმდევრობა დინამიურად მოერგოს რთულ საწვავის ცნებებსა და ტემპერატურებს, როგორც ელონ მასკი ამბობს. განსაკუთრებით კრიტიკულია მუშაობა თბილ დაბალი წნევის ქვეშ მყოფ ჟანგბადთან. შესაბამისად, გაშვების თანმიმდევრობა აღარ სრულდება მექანიკურად. არამედ მომავალში რეალურ დროში უნდა მოერგოს თითოეული ძრავის პირობებს. ეს სწორედ ის დახვეწაა, რაც ლაბორატორიაში მომუშავე ძრავსა და იმ ძრალს შორის, რომელიც საათში ერთხელ დაფრინავს, განსხვავებას ქმნის. დასასრულს, ჩემი გულწრფელი შეფასება. Raptor 3 ერთდროულად არის ტესტი, ტექნიკური საოცრება და ამჟამად პროგრამის ყველაზე დიდი ფსონი. ქაღალდზე და აფრენისას ეს მსოფლიოში საუკეთესო ძრავია, ეჭუგარეში. მაგრამ ძრავი, რომელიც წელიწადში 1000-ობით ჯერ უნდა იფრინოს და კოშკზე უნდა დაიჭირონ, ბიძგით კი არ იზომება, არამედ ხელახლა ანთების სანდოობით. და სწორედ აქ Raptor 3.2 ფენის შემდეგ ჯერ კიდევ მიზანს არ მიაღწია. კარგი ამბავი ისაა, რომ პრობლემები, ანუ გაკინული წყალი, რთული ანთების სეკვენციები ჩვენი ცოდნით გადაჭრადი ჩანს, რადგან ისინი უფრო ექსპლუატაციაშია ვიდრე ფიზიკაში. ცუდი ამბავი ისაა, რომ სწორედ ეს ბოლო რამდენიმე პროცენტი სანდოობის რაკეტამშენებლობაში ხშირად ყველაზე რთული და ხანგრძლივია. დააგუგლეთ პარეტოს პრინციპი. ჩემი პროგნოზი, რომელსაც აქ აშკარად სპეკულაციად ვასახელებ. აფრენა გადაწყვეტილია. კოსმოსში ხელახლა ანთება კარგ გზაზეა და მთავარი პრობლემა, რომელსაც SpaceX-მა შემდეგ ფლენებში უნდა გაუმკლავდეს, არის მრავალი ძრავის ერთდროულად საიმედო მრავალჯერადი ანთება დაშვებისას. თუ ეს გამოუვათ, მაშინ Raptor 3 მართლაც იქცევა იმ ძრალად, როგორც ის იყო რეკლამირებამირული. თუ ეს საკმარისად სწრაფად არ გამოუვათ, ის დარჩება ბრწყინვალე ძრავად 1 ჯიუტი ხარვეზით. ჩვენ გავაგზავნებთ თვალყურის დევნებას და თითოეულ ფრენას გულწრფელად შევაფასებთ. ორივე მიმართულებით, რა თქმა უნდა. ჩემი სახელია ჩირო სირვანი და ეს იყო Mars Chronica. გმადლობთ ყურებისთვის. ფერასპერამ, ad astra.